კარგი, დავიწყოთ ახლა საუბარი გენიოსზე, რომელიც 1928 წლის 28 თებერვალს დაიბადა. რამაზ შხიკვაძის დაბადებიდან 98 წელი გავიდა. გაიგეთ, გრიგოლ შხიკვაძეს შვილი ტაკი მასხარა გამოსულიაო. ასე ხშირად იუმორით ახლობლების ამ კომენტარს იხსენებდა თავად ბატონი რამაზი. უდიდეს ქართულ მსახიობს პაპა აღიარებული ფოლკლორისტი ყავდა, მამა ქართული მუსიკის კაბინეტის დამაარსებელი იყო, ასე ვთქვათ, კონსერვატორიაში, დედა პროფესიონალი მომღერალი იყო და თავადაც კონსერვატორიის ნიჭიერთა 10 წლებში სწავლობდა და მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი შვილი ახალი მოცარტი გაიზრდებოდა. ახალი მოცარტი. კი ბატონო, თეატრზე ოცნება მის ცხოვრებაში მაშინ გაჩნდა, როცა სპექტაკლის შორეული გზით ნახა, რაც მისი დიდი გზის დასაწყისად იქცა. რომ არა ეს ასრულებული ოცნება შესაძლოა არ შექმნილიყო ისეთი საეტაპო სახეები, როგორიც ლეანდრო ესპანელ მღვდელში, ქოსიკო ჭინჭრაქაში, კირილე სამანიშვილის დედინაცვალში, ყვარყვარე, ასევე აზდაკი კავკასიური ცარცის წრეში, რიჩარდ მესამეში, ლირი მეფე ლირში და მრავალი სხვა. გადატრიალებას გავდა მის მიერ შექმნილი მეკიდანას სახე დიმიტრი ალექსიძის სპექტაკლიდან სამგროშიანი ოპერა. მისმა მოღვაწეობამ რუსთაველის თეატრს განსაკუთრებული ფერები შესძინა. ცალკე აღნიშნავს იმსახურებს ის ფაქტი, რომ რამაზ შხიკვაძე დიდ ბრიტანეთში ქართველ ლოურენს ოლივიედ მონათლეს, მექსიკაში მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი უწოდეს. შოტლანდიის უპირველესმა გაზეთმა ობსერვერმა კი რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გასტროლის დროს გამოაქვეყნა სტატია სათაურით რამაზი კავკასიის მეფე. და მსოფლიო მიგი შექსპირისეული რეპერტუარის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარა. რამაზ შხიკვაძის რიჩარდ მესამე ყველა დროის რიჩარდების ათეულშია შესული და აი ასე დარჩა რამაზი მსოფლიო და ქართული თეატრის ისტორიასთან ერთად უამრავი მაყურებლის მეხსიერებაში დამეთანხმები ლევა. და ჩვენ რას ველოდებით? კულუარულ ამბებს. გადმოხედეთ პირველი. შინაურულ ამბებს ყვებით შუადღეში, რასაც მაყურებელი ხოლმე პირველად გაიგებს. ჩვენი შუადღის ეთერი. მადლობა შენ ამისთვის. 28 მარტს მოხდა ესეთი რამე, რომ ბატონმა რობერტ სტურუამ გადაწყვიტა აეღნიშნა ვიწრო წრეში, რა თქმა უნდა, აეღნიშნა ბატონი რამაზის დაბადების დღე და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, იცით, ძვირფასი მაყურებლებო, რომ გამოვლელები, ვინც კი გაიგებდა თუ რასთან დაკავშირებით იყო ეს, უფრო ყველა ცდილობდა შემოსულიყო და რაღაცა სითბო გამოეხატათ ამ ადამიანის მიმართ და ეს არის სწორედ ის მსახიობ გენიალური მსახიობის ბედი, რომელიც არასოდეს არ იკარგება მაყურებლის გულში. ეხლა ცოტა რამე აღვნიშნოთ რიჩარდზე, რიჩარდ მესამეზე, ეს იყო მოგეხსენებათ გენიალური სპექტაკლი და სხვათა შორის ასეთი უცნაურობა მოხდა საქართველოში. გახსოვთ ალბათ უფრო ხანდაზმულ მაყურებელს ემახსოვრება ეს, რომ 1979 წელს დაიდგა და არც ისეთი ეიფორია და რაღაცა დედა რა სპექტაკლია და ასეთი რამე არ მოყოლია საქართველოში, რაღაც ჩვეულებრივ სპექტაკლად მიიღო მაყურებელმა, კრიტიკაც იყო ბევრი, სხვათა შორის რამასაც აკრიტიკებდნენ, თქვენ რა როლებით ჩამოთვალეთ, მაგის შემდეგ ახლა რიჩარდ მესამე, სად ქოსიკო და სად რიჩარდ მესამე და ნუ იყო მოკლედ შეხლა შემოხლა ძალიან დიდი. მაგრამ მოხდა ესეთი რამე, რომ სპექტაკლი წავიდა ინგლისში. რაუნდჰაუსში ითამაშეს ეს და ინგლისმა აი ასე ხელები აწია რობერტ სტურუას უთხრა რომ შენ ხარ შექსპიროლოგიო პირდაპირ უთხრეს ესა და რამაზე აღიარეს მსოფლიო რიჩარდების ათეულში შევიდა მსოფლიო რიჩარდებში შექსპირის შემსრულებლად და რომ დაბრუნდა ეს სპექტაკლი ინგლისიდან და ქართულმა მაყურებელმა რომ გაიგო რომ ინგლისში ასეთი აღიარება მოიპოვაო აქ მერე გაგიჟდნენ და რა კარგი სპექტაკლი ყოფილა თურმეო და მოკლედ ესეთი უცნაურობაც ახასიათებს და კიდევ ერთი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი ამ სპექტაკლში იყო პირველი ეს იქ გავიგე. აი ახლა ეს არის ის ამბავი, კულუარული ამბავი. სუფრაზე გაგონილი ამბავი. ხო, და თვითონ რეჟისორისგან დათქვა, ბატონმა რობერტმა თქვა, პირველი ასე ვთქვათ, არა სიშიშვლით და არა ვულგარულად, არამედ პირველი სექსუალური სცენა ქართული თეატრის სცენაზე, რომელიც იყო თავისი ესთეტიურობით და აზრით გამორჩეული, როდესაც ლედი ანა და რიჩარდ მესამე ამყარებდნენ ამ კავშირს და წარმოიდგინე როგორ იყო, იცი, ახალი გარდაცვლილი ქმრის სასახლე გვერდით იდგა და ლედი ანა და რიჩარდ მესამე, მოკლედ ასეთ სასწაულები ხდებოდა რობერტ სტურუას სპექტაკლებში და ბატონი რამაზის შესრულებით შემდეგ. კი ბატონო, ესეც გამოგზაურე ამ საოცარ სამყაროში და მართლა ჩვენი ხასიათისთვის ეფასაც ძალიან მნიშვნელოვნად გავუსვი ხაზი, რომ ზოგჯერ ველოდებით ხოლმე საერთაშორისო აღიარებას იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დავინახოთ რანი ვართ და რა როგორ უნდა აღნიშნოთ, ასე ვთქვათ.